კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვექნება რიგით მეორე ლექცია, პირველი კვირის, ანუ სემინარი. დღეს გავიხსენებთ პრაქტიკულად იმ მასალას, რაც გავიარეთ წინა ლექციაზე, ან თეორიულს. მაგრამ მანამდე კიდევ ბევრი კითხვა დაისვა და ბარემ აქაც გაჩვენებთ. ჩანაწერშიც რომ მოხდეს. სად იტვირთება ლექციები? ლექციების განყოფილება არის, აქ ლექციების განყოფილება არის. და აქ არის არხი fall 25 JavaScript. და აქ აიტვირთება ყველა JavaScript-ის მასალა. ანუ მაგალითად, პირველი ლექცია იყო შესავალი. აქ არის შესავალი თავის YouTube ლინკით. პირველი კვირის რესურსების უკვე ავტვირთე, მაგრამ თეორიული ლექცია. სემინარი ჯერ ჩატარებული, ახლა ჩავატარებ ხვალ ავტვირთავ. პირველი კვირის პრეზენტაცია, კონსპექტი, რესურსები, დამატებითი და სავარჯიშოები. ყველაფერი იქნება ავტვირთული აქ. შემდეგი კვირიდან მეორე პოსტის დაემატება. კვირა 2, სადაც ახალ მასალას გავვლით და ასე შემდეგ. ახლა მოდი გადავიდეთ უშუალოდ დღევანდელ სემინარზე. მოკლედ სემინარზე გვექნება ეს სტრუქტურა. შემოვიტან რამდენიმე ამოცანას. ზოგი იქნება დავალებებიდან, იმიტომ რაღაც გაუგებარი თუ იყო ან ცოტა რთული ამოცანა რომ აგიხსნათ და ნახოთ როგორ გააკეთეთ თქვენს სწორად თუ არასწორად. ასევე იქნება განსხვავებული ამოცანები, რაც სავარჯიშოებში არ იყო. ჩემი რჩევა იქნება, რომ სავარჯიშოების კეთება დაიწყოთ 5 შაბათამდე, ანუ სემინარამდე, იმიტომ რომ როცა უფრო წვალობთ და თქვენით აკეთებთ, უფრო კარგად ისწავლით. ვიდრე რომ ჩემს ახსნას მოусმინოთ და ისე გადაწეროთ. ეგ არ ვარგა. ამიტომ ეცადეთ რომ სავარჯიშოების კეთება დაიწყოთ 5 შაბათამდე, ანუ სემინარამდე. თუმცა ასეთი რაღაცა კონკრეტული დედლაინი არ გვაქვს, როცა გინდათ გააკეთეთ, მაგრამ მაინც ეგრე ჯობია. კარგად, მოდი დავიწყოთ პირველი ამოცანით. დაწერეთ პროგრამა, რომელიც მომხმარებელს შეეკითხება, რომელ წელს დაიბადა და გამოითვლის მის ასაკს. ეს ჩავთოთ. ასე. ან დაწერეთ პროგრამა, რომელიც მომხმარებელს შეეკითხება, რომელ წელს დაიბადა და გამოითვლის მის ასაკს. ზოგადად პროგრამირებაში წინაზე როგორც აღვნიშნეთ, გვაქვს ერთი დიდი პრობლემა და ჩვენი მიზანი არის, რომ ისინი დავყოთ პატარ-პატარა ქვეპრობლემებად. ანუ ამით რას გულისხმობ? ჩვენი მიზანია, რომ დავაქუცმაცოთ ერთი დიდი პრობლემა და საბოლოო ჯამში პატარ-პატარა პრობლემები ამოხსნათ ნაბიჯ-ნაბიჯ. და როცა ამ პატარ-პატარა პრობლემებს ამოხსნით ნაბიჯ-ნაბიჯ, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ მთლიანი პრობლემაც იქნება ამოხსნილი. დაყავი და იბატონის პრინციპს ვიყენებთ აქაც. ამ ამოცანის შემთხვევაში შეგვიძლია რომ რამდენიმე პრობლემა შემოვიყვანოთ. მაგალითად, პირველი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის რომ ვკითხოთ მომხმარებელს როდის დაიბადა, რომელ წელს დაიბადა. მისი ასაკის გამოთვლაზე არ უნდა ვიფიქროთ ჯერჯერობით. მარტო ამაზე უნდა ვიფიქროთ და შეგვიძლია თავიდან, როცა დამწყებები ხართ, შეგიძლიათ ეს ყველაფერი ჩამოწეროთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ამას უკვე თქვენს ტვინში დაალაგებთ. მაგრამ მოდი ჯერ ჩამოწეროთ. ანუ პირველი პრობლემა რა არის? მოდი კომენტარში შევსვავ, რამდენიმე ხაზიანი კომენტარში, რომელიც წერება /pipki და იხურება pipki/-ით. პირველი პრობლემა იქნება შევეკითხოთ მომხმარებელს რომელ წელს დაიბადა. ახლა მეორე პრობლემა არის რომ გამოვითვალოთ მისი ასაკი. მაგრამ ესე შემიძლია რომ დავაკუცმაცო. ანუ გამოვითვალოთ მისი ასაკი. მაგრამ ეს როგორ ხდება? როგორ უნდა გამოვითვალოთ მისი ასაკი? მე თუ უკვე ვიცი მომხმარებლის დაბადების წელი, მე ასევე მჭირდება გავარკვიო რა წელია ახლა, ხო? რომელი წელია? ანუ კიდევ ერთი პრობლემა დაემატა. გავარკვიოთ რომელი წელია. და საბოლოო ჯამში უნდა გამოვაკლოთ ამჟამინდელი წელი. ამჟამინდელ წელს უნდა გამოვაკლოთ მომხმარებლის დაბადების წელი. გამოვაკლოთ ამჟამინდელ წელს მომხმარებლის დაბადების წელი.
ანუ ახლა თუ არის 2025 წელი და ვიღაც მომხმარებელი დაიბადა 2000 წელს, 2025-ს რო გამოვიყოთ 2000, გამოვა 25. ანუ გამოდის რომ მომხმარებელი არის, ანუ იუზერი არის ვიღაცა, ვინც შემოიყვანს პასუხს 25 წლის. და საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ ესეთი პატარ-პატარა მარტივი პრობლემები გვაქვს, რომელიც რაში გვეხმარება. მე რო სათითაოდ მიუდგები ახლა ამ ყოველივეს და ნენელა ამოხსნი. მე აღარ მომიწევს ერთ პრობლემაზე ფიქრის დროს, სხვა პრობლემაზე ფიქრიც. ანუ მე შემიძლია ეგეთი რაღაც გავაკეთო, რომ მხოლოდ აი ამ პატარა პრობლემაზე ვიფიქრო და მეძი არაფერზე. ანუ აღარ მაინტერესებდეს მისი ესე კი უნდა გამოვთვალო მომავალში, მარტო ამაზე ვფიქრობ. და როდესაც დიდი პრობლემის დროს, ნუ ეხლა ეს დიდი პრობლემა არაა, მაგრამ მომავალში მაინც იგივე მიდგომა არის, დიდი პრობლემის დროს არასდროს არ უნდა ვფიქროთ მთლიან პრობლემაზე, უნდა ვფიქროთ მის პატარა ნაწილზე. მარტო ერთ ნაწილზე და მერე სხვა ნაწილზე. და ასე რომ მარტივად ამოვხსნით ამოცანებს. და ახლა მოდი დავიწყოთ. ანუ პირველი პრობლემა არის შევეკითხოთ მომხმარებელს, რომელ წელს დაიბადა. აბა ახლა თქვენ გეკითხებით. რომელი ფუნქცია გვეხმარება JavaScript-ში, რომ ვკითხოთ მომხმარებელს რაღაცა კითხვა. prompt. სწორია. მართალია prompt-ი გვეხმარება ამ ყველაფერში. ანუ მე შემიძლია დავწერო prompt. მოდი live-ში გადავრთავ. live-ი ვარ გვინდა, იმიტომ რომ დაკლიკების დროს მინდა რომ გაიშვას პროგრამა და არა ყოველი 100-ს დაწერის დროს. ცოტა მოუხერხებელია. prompt და შევეკითხოთ კითხვა. რომელ წელს დაიბადე? და ახლა ეს პროგრამა რო გავუშვათ, მეკითხება რომელ წელს დაიბადე? მე დავიბადე 2004-ში. ოკეი. enter-ს დავაჭირე. ახლა მჭირდება რომ ჩემი შეყვანილი პასუხი დავამახსოვრო, ხო? ანუ შევინახოთ სვლადში. prompt-მა დაემბრუნა 2024, ანუ რაც მე შევიყვანე, შესაბამისად ეგ რო სვლადში შევინახო, ვიყენებ შემდეგ სინტაქსს. let age უდრის. let-ით ქმნით სვლადს. მე მოდი სვლადის სახელი, ჯობია age დავარქვით, იმიტომ რომ ასაკს ნიშნავს, ძალიან ლოგიკური სახელია და მე ტოლობა, მეინჭების ოპერატორი. ანუ გამოდის რომ მე უკვე 2024 მივანიჭე age-ს და სხვათა შორის ეს დაიმახსოვრეთ, მინიჭების ან ტოლობის ოპერატორი JavaScript-ში იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ. ანუ რას გულისხმობ? მე 2024 მივანიჭე age სვლადს და არა პირიქით, age სვლადი არ მიმინიჭები 2024-ს. ან მარჯვნიდან მარცხნივ ვკითხულობ 2024 მივანიჭე age სვლადს. და 2004 თუ 2024 რაც იქნება, შემოვიდა prompt-დან. აი ამ მეცხრე ხაზზე რაღაც სხვა მაკლია კიდევ. რომ მითხრათ. console-ი number integer. integer არა. მაგრამ ლოგიკურად ეგაა კი. number ფუნქცია გვჭირდება. იმიტომ რომ ამის შემდგომ მე უნდა გამოვთვალო მისი ასაკი, ხო? საბოლოო ჯამში. ან მომიწეს რაღაცა მარტივი არითმეტიკული ოპერატორის გამოყენება. და ეგ დროს მე არ უნდა მქონდეს string-თა შეხება. prompt-ი ყოველთვის კი string-ს აბრუნებს, ანუ ტექსტურ მნიშვნელობას, რაღაცა string-ს. ანუ ეს დამიბრუნებს, ნახეთ რას, 2004-ს string-ად. მე მინდა რომ რიცხვი იყოს, ამიტომ ავდგები და აი ამ string რიცხვს გავახო number ფუნქციაში. აი ეს. აქ შეждდება 2004 string-ად. number 2004 მომცემს 2004-ს რიცხვად უკვე. და მე უკვე შემეძლება მასზე არითმეტიკული ოპერატორების გამოყენება. და მოდი დავაკონსოლოთ ჩვენი age, ნახოთ რამდენად სწორად მივდივართ. ყოველთვის შემოწმოთ თქვენი კოდი ეტაპ-ეტაპ და ბოლოს წერილ ყოველთვის წერილ მძიმე. აუცილებელი არაა, მაგრამ კარი იქნება რომ დავწეროთ. გავუშვათ, შევიყვანოთ 2004, დაბეჭდა 2004 როგორც რიცხვი, იმიტომ რომ ფერი არის ნარინჯისფერი. type of-იც რო გამოვიყენოთ, ძალიან სახსენია ეს. ნახეთ type of age, ანუ უნდა გავიგოთ რა არის age-ის ტიპი. age-ის ტიპი არის ახლა უკვე number-ი და არა string. ახლა გადავიდეთ მეორე პრობლემაზე, გამოვითვალოთ მისი ასაკი. მისი ასაკის გამოთვლისთვის კიდევ რაღაცა მჭირდება. ჯერ არ ვიცი რომელი წელია, მე კი ვიცი როდის დაიბადა უკვე 2004-ში ან 2003-ში, ვინც როდის დაიბადეთ რა. მაგრამ მე არ ვიცი ახლა რომელი წელია.
ამისთვის შეგვიძლია რომ კიდევ ახალი ცვლადი შევქმნათ, რომ გამოვიყენოთ. მოდი შევქმნათ let current year, ანუ ამჟამინდელი წელი არის 2025. და ცვლადის შექმნის დროს ვიყენებ camel case მიდგომას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი შემდგომი ახალი სიტყვა იწერება დიდი ასოთი. ანუ ყოველი შემდგომი სიტყვის პირველი ასო იწერება დიდი ასოთი, ანუ y აქ მაგალითად. და ახლა უკვე მე შემიძლია, მაქვს უკვე 2025, 2004, როდის დაიბადა მოხმარებელი და მე შემიძლია გამოვთვალო მისი ასაკი. ბოდიშ ეს age არ უნდა იყოს, ეს age არ უნდა იყოს, ეს არის დაბადების წელი. Birth year იყოს მოდი ეს. ანუ დაბადების წელი. და მე ვთვლი უკვე ასაკს. და ასაკი რა იქნება, აბა როგორ მივხვდეთ? ჩატში რომ დამიწეროთ. ანუ გვაქვს დაბადების წელი, birth year, current year არის ამჟამინდელი წელი, როგორ ვთვლით age-ს. ანუ მოხმარებლის ასაკს. გამოვაკლებთ კი, მართალია. სწორია. ანუ ამჟამინდელ წელს, ახლა რომელი წელიც, უნდა გამოვაკლოთ დაბადების წელი. და ცვლადებს ეგეთი მექანიზმი აქვს, რომ current years რო ვიყენებ ამის მაგივრად ზის 2025, birth years მაგივრად ზის ის რიცხვი, რაც მოხმარებელმა შემოიყვანა 2004 ჩემ შემთხვევაში, და age გამოვა 21. და ახლა უკვე რომ დავაკონსოლოთ საბოლოო ჯამში age, ნახეთ? გაუშვა პროგრამა. დავიბადე 2004 წელს, ჩემი ასაკი არის 21. ეს ამ მთლიანი პროგრამა. ანუ ცალ-ცალკე ხაზხაზობით და პატარ-პატარა პრობლემებით რომ მივყევით, უფრო მარტივი არის, ხო? იმიტომ რომ ერთად რო გვეფიქრე ერთიან ამ პრობლემაზე, უფრო რთული გამოვიდა რა თქმა უნდა. ნუ უკეთესი ვარიანტებიც არსებობს ამ ამოცანის ამოხსნისა. მაგალითად, ერთი წელი რო გავა, ეს პროგრამა არ ივარგებს, იმიტომ რომ იქნება 2026 წელი. და მოგვიწევს აი ამის შეცვლა ყოველ წელს. ეგრე არაა კარგი. რაღაცა მექანიზმები არსებობს, რომელიც ამჟამინდელ დროს გვაძლევს. თუმცა ეგ რომ გავაკეთო ახლა კიდევ მანამდე ბევრი მასალის ახლა მომიწევს, რამდენი კვირიანი მასალის, ამიტომ ახლა არ გვინდა და მომავალ კვირებში მაგებსაც გავაცნობით. კარგი, მოდი ამას დავაკომენტარებ, ანუ მოვნიშნავ ყველა ხაზს, და ეგეთი შორტკატი არის Ctrl/Windows-ზე ან Command/Mac-ზე. და კომენტარება თავისით. როცა ალსაკი არ მომიწევს და კომენტარება. და გადავიდეთ მეორე ამოცანაზე. დაწერეთ პროგრამა, რომელიც მომხმარებელს შეაყვანინებს ორ რიცხვს და დაითვლის მათ ჯამს, სხვაობას, ნამრავლსა და განაყოფს. ანუ აქაც იგივე პრინციპების გამოყენება გვიწევს სინამდვილეში. ანუ პირველი პრობლემა რა არის? ახლა უკვე მოდი გონებაში დავალაგოთ. პირველი პრობლემა არის, რომ მომხმარებელს შემოვიყვანოთ ერთი რიცხვი, მერე უნდა შემოვიყვანოთ მეორე რიცხვი, მერე დავთვალოთ ჯამი, მერე სხვაობა, მერე ნამრავლი, მერე განაყოფი. ანუ ყველაფერზე ერთდროულად არ ვფიქრობ პატარა-პატარა შუალედებით. ანუ ახლა მე მარტო უნდა ვიფიქრო, როგორ უნდა შემოვიყვანო მომხმარებელს მარტო ერთი რიცხვი. თუ ძალიან მარტივი, იმიტომ რომ წეგან უნდა გავაკეთეთ მსგავსი რაღაც. მაგალითად გქონდეს let x დავარქვათ prompt და უთხრათ შემოიყვანე პირველი რიცხვი. და ნუ იგივე პრინციპი აქაც, რახამ რიცხვებზე მაქვს შეხება, რიცხვთან მაქვს შეხება, ამ string რიცხვს ჩავსვავ number ფუნქციაში, რომ number type-ის ნიშნულობა მივიღო, number ტიპის ნიშნულობა. პროგრამა გავუშვათ, შევიყვანოთ 5 შვენიერი. იგივე იქნება მეორე რიცხვზე, ხო? მოდი ახლა მეორე რიცხვს დავარქვათ სხვა სახელი, იმიტომ რომ ახლა მეორე პროგრამა გავუშვა. ნახეთ errors მიყავს. The symbol x has already been declared. ანუ x სიმბოლო უკვე გამოცხადებული გაქვსო. JavaScript-ში არ შეიძლება ერთი და იმავე სახელის მქონე ორი ცვლადი შექმნა. ან 2x-ი არ შეიძლება რომ მქონდეს. იმიტომ რომ მერე რომ მომიწიოს x-ის გამოყენება, მაგალითად console log x. რომელ x მიმართვა ხა ვიდეო გაიგოს ხო პროგრამა ვერ გაიგებს. ამიტომ არ შეიძლება იგივე სახელის მქონე ორი ცვლადი შექმნა JavaScript-ში. ამიტომ მეორე იყოს მოდი y და აქ ვთხრათ რომ შემოიყვანოს მეორე რიცხვი. და ბოლოს დავაკონსოლოთ ეს x და y ასე მძიმებით. და ვნახოთ რა შედეგს დაგვიგნებს. შევიყვანოთ 5, მერე მეორე კითხვისთვის შევიყვანოთ 10.
გამოვიტანა 5 და 10. და ახლა უკვე ჩვენი მიზანი არის, რომ გავიგოთ ამ x-ის და y-ის ჯამი, სხვაობა, ნამრავლი და განაყოფი. და მოდი ეს ყველაფერი ჩავსვათ სალსა კეცვლადებში, რომ რაღაც შემდგომ პროგრამა რო გაფართოებულიყო, გამოყენება შეუძლებოდა. ნუ ამის მეტი პროგრამა აღარ იქნება ამ ამოცანაში, მაგრამ მაინც ეგრე ვიფიქროთ ხოლმე რა. მოდი შევხედოთ ახალი ცვლადი, let sum ჯამს ნიშნავს 3, რომელიც იქნება x + y. ახლა შევხედოთ სხვაობისთვის ცვლადი, let difference იქნება x - y. მერე ნამრავლი let multiply იქნება x-ი გამრავლებული y-ზე. და განაყოფი let division უდრის x-ი გაყოფილი y-ზე. ესა და ეს, ანუ სულ x და y ფიგურებს უბრალოდ სხვადასხვა მათემატიკური, ანუ არითმეტიკული ოპერაცია გვაქვს თითოეულ ხაზზე. და საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი არის, რომ ეს პასუხები გამოვიტანოთ კონსოლში. ანუ დავაკონსოლოთ. დავწერთ console log sum difference multiply და division. multiply. არ უნდა შეგვიშალოს თორე ეროს დაგვიწყოს. იყოს მოდი 5, იყოს ასე 10. მაინც შემეშალა. აქ ლიელ და მაგიტო. გავუშვათ 5, 10. გამოიტანოთ 15 არის ჯამი, -5 არის სხვაობა, 5 - 10. 50 არის ნამრავლი, განაყოფი არის 0.5. 5 რო 8-ზე გავყოთ არის 0.5. let-ის ნაცვლად კონსტს ხო გამოიყენება. კი გამოიყენება, მაგრამ კონსზე მოდი დღეს არ გვინდა ორშაბათს ახსნი მაგას. უბრალოდ ეს ცოტა ისეთი რაღაცა ბანალური ჩანაწერია, იმიტომ რომ აქ ერთი შეხედვით რო უყურო, აი მარტო ამას ხო, მე ვერ მიხვდები რა რომელია, ხო? ამიტომ ჯობია რომ console log-ში რაღაცა ტექსტური მინიშნებაც გქონდეს ჩასმული. ამისთვის რა ვარიანტები გვაქვს? რო დავწეროთ აი მაგალითად ჯამი 2/15. მერე სხვაობა 2/-5 და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია რომ კონკატენაცია გამოვიყენოთ, სტრინგების კონკატენაცია. ანუ მე და შემიძლია დავწერო ეგეთი რაღაცა, ჯამი 2/, მერე +3. ანუ ჯამს ემატება 15. 15 სტრინგად გადაიქცევა და დაიწერება ჯამი 2/15. აი რო გავუშვი პროგრამა, ნახეთ 5, 10, გამოვიდა ჯამი 2/15. ამას დავუმატებ კიდევ სხვაობა 2/, დავუმატოთ difference. გავუშვათ პროგრამა 5, 10, ასეთი რაღაც შედეგი მივიღე. თუმცა ამდენი პლუსი დაწერა, რა თქმა უნდა, მოუხერხებელი ამ ხელა string-ში, ხო? ახლა მაქვს თქვენთან კითხვა. რას ვიყენებთ მაშინ, როდესაც გვინდა, რომ string-ში ჩავსვათ გამოსახულება, ანუ expression. ეს სამ difference და შემდეგ არის გამოსახულება, იმიტომ რომ ნიშნულობას აბრუნებს. მაგრამ რას ვიყენებთ? template literal კი, ლექსო მართალი ხარ. დოლარზე ფიგურის ნიშნავს ვიყენებთ. sorry, მაგას ვქეთ template literally სინტაქსი, რომელიც იწერება backtick-ებში. აი ასეთ შემოტრიალებულ ბჭყალებში. სადაც რაც string-ი გვინდა რომ ჩავწერთ ჩვეულებრივად, მაგალითად ჯამი 2/, ასე და რაც არის გამოსახულება და მინდა რომ დავითვალოთ string-ის გარეთ. მაგრამ მაინც string-ში იჯდა საბოლოო ჯამში მისი პასუხი, წერთ დოლარის და ფიგურული ბჭყლების სინტაქსში. ანუ აქ იქნება sum, მერე იქნება სხვაობა 2/, ისევ დოლარი ფიგურული ბჭყლის ნიშანი, difference. მერე იქნება ნამრავლი multiply და ბოლოს იქნება division, ანუ განაყოფი. და სხვადასხვა play coach და ბევრ პროგრამაში, როდესაც სვლადის სახელის დაწერას ვიწყებთ, თვითონ თავაზობს აი აგერ რომ division-ი გაქვს უკვე და ბარემ გამოიყენებო. და შემიძლია enter-ს დავაჭირო მე რომ მომნიშნავ ან tabs და დაიწერება თავისით. გავუშვით პროგრამა, დავწეროთ 5, 10, ნახეთ, დაიწერა ასე უკვე ფორმატირებული string-ი.
ესეთი შედეგი მივიღე. კი, მაგრამ მაგის გარეშე რატო არ იქნება მაინც ცვლადი და რატო არ იქნება template-ის გარეშე? იმიტომ რომ უბრალოდ ეგრე არის, როდესაც object-ების გარდა ვიყენებ რაღაც სხვა ბრჭყალებს, აი მაგალითად რო გამოვიყენო ორმაგი ან ერთმაგი ბრჭყალები, ეს ყველაფერი არ იქნება ისე, როგორც ჩვეულებრივი ტექსტი. ანუ დოლარის ნიშანი, ფიგურული ბრჭყალი და დიფერენსი. პირდაპირ მნიშვნელობით ეგრე დაიწერება. აი ნახეთ. ასე დაიწერა. ამიტომ აქ უეჭველი გვჭირდება object-ები ყველა ვარიანტში. ეს ყო მეორე ამოცანა, მოდი ამასაც მოვნიშნავ და დავაკომენტარებ. ესე. და გადავიდეთ მესამე ამოცანას. დაწერეთ პროგრამა, რომელიც მომხმარებელს შეაყვანინებს წრის რადიუსს და დაითვლის წრის ფართობს. თუ არ იცით ზოგიერთმა როგორ უნდა დავთვალოთ წრის ფართობი არ აუშავს, საჭირო არა საერთოდ. უბრალოდ მაგროს დასაჭავთ და იქნებოდა რა. წრის ფართობი გამოითვლება ეგეთი ფორმულით π². ანუ π არის 3.14 მუდმივა და r არის წრის რადიუსი. ანუ მომხმარებელს უბრალოდ ვაყვანინებთ წრის რადიუსს და დანარჩენი არის უკვე სტატიკური ფორმულა. მოდი შევყვანინებთ მომხმარებელს ეგ რადიუსი. Let radius უდრის ეგრევე დავწერთ numbers, იმიტომ რომ უკვე ვიცით როგორც მუშაობს ყველაფერი. Prompt შეიყვანე წრის რადიუსი. და უკვე აქ ვითვლით წრის ფართობს. ამისთვის მოდი ისევ ახალი ცვლადი შევქმნათ. Let circle area იქნება πr². π ყოველთვის არის 3.14, ანუ აქ შემიძლია რომ 3.14 დავწერო ეგრევე. და უნდა გავამრავლო რადიუსის კვადრატზე. რადიუსის კვადრატის დაწერა ორნაირად შემიძლია, რამდენადაც შემიძლია. ერთი არის რომ გავამრავლო რადიუსზე და კიდე გავამრავლო რადიუსზე. ან მეორე ვარიანტი არის რომ ეგეთი რაღაც ჩანაწერები მქონდეს რადიუსი გამრავლება 2. ორი გამრავლება JavaScript-ში არის ახარისხება. ანუ რადიუსი 2 ხარისხში. აქ რო იყოს 5 გამოვიდოდა რადიუსი 5 ხარისხში და ასე შემდეგ. ან მესამე ვარიანტი არის რომ გამოვიყენოთ math pow ფუნქცია, pow არის power, ანუ ხარისხება და შიგნით დავუწერთ radius მძიმე 2, ანუ radiusი მინდა რომ ავიყვანო მეორე ხარისხში. და ყველაზე მარტივი მაინც არის ალბათ ეს 2 გამრავლებით. უფრო მარტივად იწერება. ანუ 3.14-ს ვამრავლებთ რადიუსის კვადრატზე და საბოლოო ჯამში ვაკონსოლებთ მიღებულ შედეგს. Circle areas. შევყვანოთ 10, გამოვიდეს 314. ეს ხო მესამე ამოცანა. შემიძლია რომ 3.14 სხვა ცვლად შემენახა სიტყვაზე რომ დამეწერა let. ავაკ კოდს აღარ მაწერინებს? მოდი ეგ რაღაცას გავაკეთებ. დავარეფრეშებ და ახლა ვიზავო. ასე. შევყვანოთ 10 ეს 3.14 ჩავსვათ ცვლადში. Let pi აი ესაა ცუდი. აქ live-ს გამოვხდა და მოვიწყე ისა. აი ეს. თორე ყველა ჯერზე prompt-ავს იწყებს. Okay. Let pi უდრის 3.14-ს. და აქ გამოვიყენოთ უკვე pi. და მარტო აქ კი არა, იქ გამოვიყენოთ სადაც მომინდება, ნებისმიერ ადგილას უკვე. გავუშვათ, ჩავაწეროთ 15 ამ შემთხვევაში გამოვიდა 6.5 წრის ფართობი. ასე შეიძლებოდა. კარგით, ახლა უკვე გადავიდეთ მეოთხე ამოცანაზე. დაწერეთ პროგრამა ორი რიცხვის გაყოფის ნაშთის გამოსათვლელად. ანუ გვაქვს ორი რიცხვი. აქ კონკრეტულად არ გვიკითხებიან ცვლადში შევწეროთ ეს რიცხვები ეგრევე თუ სიტყვაზე მომხმარებელს შემოვიყვანოთ ორი რიცხვი. მნიშვნელობა არ აქვს რა დიდად. რომელსაც გვინდა იმ ხერს გამოვიყენებთ. მოდი prompt-ი აღარ გვინდა, იმიტომ რომ ხშირად გამოვიყენეთ, ეგრევე ცვლადებში შევწეროთ. მაგრამ ეხლა მაქვს თქვენთან კითხვა. როგორ გავიგო ერთი რიცხვი რომ მეორეზე იყოფა ნაშთი რამდენი რჩება? მაგას გვეკითხებიან აქ. რომელ ოპერატორს ვიყენებთ?
პროცენტი კი. ვინმე სხვა არ გახსოვთ, მაგ პროცენტს რა ქვია? თვითონ მაგ ოპერატორს. სახელი აქვს რამდენიმე. ნაშთის ოპერატორი კი ქართულად ეგრე ქვია, ინგლისურად ქვია მოდულუს ოპერატორი ან remainder ოპერატორი. მოდულუს წერება ასე, მოდულუს ან remainder ოპერატორს უწოდებენ. Reminder. Reminder არის ინგლისურად ნაშთი. ანუ გვაქვს ერთი რიცხვი x მაგალითად 10, მეორე რიცხვი არის y-ი სიტყვაზე 3 და მოდი reminder სვლადით შევქმნათ reminder. რომელიც არის რა? x-ი პროცენტი y-ი. და მოდი დავაკონსოლოთ ჩვენი reminder-ის მნიშვნელობა. ეს რას ნიშნავს? x-ი რომ გავყავით y-ზე, რა დაგვრჩა ნაშთი მაგას გვიბრუნებს და ეგ ინახება უკვე reminder-ში. ანუ 10 რომ გავყოთ 3-ზე, ხომ არის 3 სრულად. იმიტომ რომ 3-3 არის 9, 9 სათამდე აკლია 1. ეგ 1 არის უკვე ნაშთი. შესაბამისად, reminder იქნება 1. ამ შემთხვევაში 1. ეს რომ იყოს 2, ნაშთი იქნება 0. იმიტომ რომ 10 2-ზე იყოფა სრულად, არის 5, მაგრამ ნაშთი არაფერიც არ დაგვრჩება. ესე დავაკომენტაროთ. და მოდულიც არ ქვია? მოდულს შეიძლება მოდულუს უფრო უწოდებენ. კი, ეს პირველი კვირის სემინარია. გადავიდეთ შემდეგ გამოცანაზე. სულ 3 გადაგვჭირდა დღეს. შექმნით ცვლადი და მიანიჭეთ მას სტრიქონი. ამობეჭდეთ სტრიქონის სიგრძე. ანუ გვაქვს ორი პრობლემა იდეაში ახლა უკვე. ერთი არის რომ შევქმნათ ცვლადი და მივანიჭეთ მას სტრიქონი და მეორე არის ამობეჭდეთ მისი სიგრძე. სტრიქონი არ დავაბნიო, სტრიქონი არის იგივე რა სტრინგი, ანუ ტექსტური ჩანაწერი. ანუ ნებისმიერი სიტყვა, ნებისმიერი ასო, ნებისმიერი წინადადება არის სტრიქონი. ტექსტური სტრინგის ჩანაწერი. შევქმნათ რაღაც ცვლადი let str დავარქვათ, მოდი მოკლედ. უდრის მაგალითად რავი იყოს algown. ეს. და როგორღაც უნდა აქ დავაკონსოლოთ აი ამ სტრინგის სიგრძე. განა სტრინგი უნდა დავაკონსოლოთ. არამედ აი ამ სტრინგის სიგრძე. რას ნიშნავს სტრიქონის სიგრძე ახლა? სტრიქონის სიგრძე ნიშნავს მასში სიმბოლოების რაოდენობას. ანუ აი ამ სტრიქონში, აი ამ სტრინგში არის 7 სიმბოლო. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. გამოდის რომ ამ სტრიქონის სიგრძე არის 7. მაგრამ მე თეორიულ ლექციაზე თქვენთვის არ მისწავლებია რა უნდა გავგეგო სტრინგის სიგრძე. ასე არ მისწავლები რომ უნდა გადავიყო სტრიქონი დიდ ასოებზე ან პატარა ასოებზე. ბოლო ორი ამოცა რაც გვეკითხება. და ასე მე მაქვს გადაკეთებული სპეციალურად და შემდეგ კვირებშიც იგივე მეთოდით და პრინციპით მექნება დაწყობილი საურჩევრები. ანუ თეორიულზე მე ყველაფერს არ აგიხსნით. მოგცემთ დავალებას, ისეთებს რაც თეორიულზე არ მიხსნია და სემინარზე უკვე ავხსნი ხოლმე. აი მაგიტომ მინდა რომ სემინარამდე თქვენ გქონეთ გაკეთებული დავალება, რომ რაღაცა უცოდინარზე და უსწავლელზე დასერჩოთ და იპოვოთ პასუხი თქვენით, რომ გაწვალოთ. და ეგ წვალება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებული არის დამიჯერეთ. იმიტომ რომ searching-ის სკილებს და უნარებს გამოგიმუშავებთ. ანუ ეგრე არ უნდა იყოთ, რომ მოდი ახლა ის არ აუხსნია თემოს და სემინარზე მაინც ამიხსნის. აგიხსნით კი მართალია და ვერც დაგაზარდეთ რომ მაინც და მაინც სემინარამდე გააკეთოთ დავალებები, მაგრამ ჯობია რომ გააკეთოთ დამიჯერეთ. ახლა როგორ უნდა გავიგოთ სტრიქონის სიგრძე? აი ჩავთვალოთ რომ მეც არ ვიცი ეს რა როგორ არის. ახლა ნახე რას ვიზავ. ავდგები, გავხსნი ახალ ტაბს და ეგ დავსერჩავ იმ კითხვას, რაც მე მაინტერესებს. და ეხლა მე რა მაინტერესებს? მე მაინტერესებს რომ როგორ უნდა გავიგო სტრიქონის სიგრძე, ანუ სტრინგის სიგრძე. და ამას შევწერე მე ინგლისურად. ვინც ინგლისურ კარად არ იცით, შეგიძლიათ Google Translate გამოიყენოთ, დაწეროთ კითხვა ქართულად, ინგლისურად გადაგითარგმნით, დააკოპიროთ და ჩასვათ Google-ში. მე ეგრე მოდი ინგლისურად დავწერ how to find string lengths in JS. ანუ როგორ ვიპოვოთ სტრინგის სიგრძე JavaScript-ში. ანუ პირდაპირ ის კითხვა დავსვი, რაც მაინტერესებდა. Enter-ს ვაწვევი და ამომიგდო
MDN-ის სტატია მაგალითად აი აქ, MDN. MDN არის ერთ-ერთი არაოფიციალური დოკუმენტაცია, ძალიან კაი დოკუმენტაცია არის. დოკუმენტაცია არის ჩათვალეთ სტატიების კრებული, სადაც არის ახსნილი, რომელი property ან ფუნქცია ან ნებისმიერი ენის ნაწილი როგორ მუშაობს თავის მაგალითებით. აქ შევალ, აი აქ დამიწეროთ თუ რაღაცა ლინკსი გამოიყენება მაგისთვის. დავაჭიროთ. აი აქ მაქვს თავისი რაღაცა ახსნა გამარტები და მაგალითები, თავმოყრილი ერთი პატარა სტატია. ახლა ამას გადავხედავ და წავიკითხავ. The length data property of a string value contains the length of the string in UTF-16 code units. ანუ length-ის property გამოიყენება თურმე რომ string-ის სიგრძე გავიგოთ. და აქ არის ამოცანა. გვაქვს რაღაც სვლადი, ეს კონსტი დავიწყეთ, აქ ლეთი არის შეთხოვეთ. რაღაც სტრიქონი არის და str წერტილი length-ით იგებენ აი ამ სტრიქონის სიგრძეს. ანუ 42, აქ რო გავუშვა 42 არის უკვე. ანუ ძალიან მარტივად გავიგეთ, რომ length გამოიყენება, წერტილი length გამოიყენება string-ის სიგრძის გასაგებად. და აქ დავბეჭდავ str წერტილი length. და გავუშვათ. გამოვიდა 7. აქ რომ კიდე რაღაც სხვა სტრიქონი შევწერო, მაგალითად welcome to algoni, ეს უფრო მეტი სიმბოლო არის, ამასაც დაითვლის ავტომატურად. გავუშვეთ პროგრამა, გამოვიტანა 18. და სხვათა შორის სტრიქონში, ანუ string-ში, space-ებიც, ცარიელი ადგილებიც სიმბოლოებად ითვლება. ანუ სიცარიელეს არ წარმოადგენს, ეს სიმბოლო არის. ანუ მე რო აქ დავწერო მაგალითად 1 2 3 4 5 გამოტოვება 5 space-ი, მაინც 5 სიმბოლო მექნება. ანუ JavaScript-ში space-ებიც ითვლება სიმბოლოებად. ეს იყო ჩვენი მეხუთე ამოცანა. ChatGPT ჩვენი მეგობარი. ჩემი რჩევა იქნება რომ საწყის ეტაპზე ChatGPT და AI საერთოდ არ გამოიყენოთ. აი 0 დოზით გამოიყენეთ ChatGPT და სხვა AI თულები. ჩემი რჩევა იქნება, იმიტომ რომ მაგალითად ის გაზარმაცება რაღაც საკითხს რო დაუსვავთ და ეგრე პასუხს გცემთ, გონია რომ გაიგეთ, მაგრამ თქვენ არ გაგიგიეთ, იმა დაგიწერეთ და მე თქვენ უბრალოდ ვიღაც ხვის ნამუშევარი წაიკითხეთ. თქვენს რო დაწერთ და იმუშავეთ, უკვე სხვა საქმე არის და ბევრად რთულია, ამიტომ გიჩვენოთ რომ AI საერთოდ არ გამოიყენოთ თავიდან. გადავიდეთ მე-6 ამოცანაზე, მე-6 და მე-7 საკმაოდ მსგავსი ერთმანეთის. დაწერეთ პროგრამა სტრიქონის დიდასოებზე გადასაყვანად. ანუ ისევ გვაქვს რაღაცა string-ი let str. სადაც გვაქვს პატარა ასოების მქონე string-ი და ეს პატარა ასოების algoni გადავიყვანოთ დიდასოებს. ანუ აქ შემიძლია შექმნა რაღაცა upper string-ი. აქ მივაინჭო უკვე დიდასოების მქონე algoni და მე დავბეჭდო ეს upper string-ი. მაგრამ ამას როგორ ვაკეთებთ? როგორ და იგივე მიდგომით? მე შემიძლია ვდგეთ დავსერჩო ის, რაც მაინტერესებს. ანუ როგორ გადავიყვანოთ string-ი დიდასოებში? მაგას ვსერჩავ ინგლისურად. How to convert string to uppercase in JS. თან უცდეთ რომელი ენა მინდა, იმიტომ რომ JS შემოկლებითაა JavaScript. Python-ი რო უთხარით, Python-ის ფუნქციას ამოგიგდებდა. Enter-ს ვაჭერთ, ისე MDN-ზე მომიგდო. აქ შევდივარ და თურმე არის to uppercase მეთოდი. ფუნქცია. და აქ არის მაგალითი, ნახეთ, რაღაცა წინადადება გვაქვს, სადაც არის დიდი ასოები და ასევე პატარა ასოები და როცა ვწერთ sentence წერტილი to uppercase და მე უკვე მრგვალი ფრჩხილები, გვიგდებს იგივე წინადადებას უბრალოდ მაღალ რეგისტრში, ანუ მაღალი ასოებით დაწერილს. ანუ გავიგეს როგორ მუშაობს ერთი search-ით, მეტი არაფრით. ანუ მე აქ დავწერ str წერტილი to uppercase და მრგვალი ფრჩხილები. და არა მარტო სვლადის სახელებში, JavaScript-ში რა ფუნქციაც არის ჩაშენებული, იქაც გამოიყენება camel case მიდგომა. ანუ ყოველი შემდგომი სიტყვის პირველი ასო იწყება დიდი ასოთი. ანუ U დიდი ასოთია, C დიდი ასოთი, იმიტომ რომ უკვე ახალი სიტყვაა და მისი პირველი ასო უნდა დაიწყოს დიდი ასოთი. და ეს to uppercase ფუნქცია აბრუნებს აი ამ string-ის მაღალ ვერსიაში ჩაწერილ იმას strings. ანუ დიდასოებზე გადაიყვანს და მე დააბრუნებს. და რომ დააბრუნებს და აქ რო დაგვიწერს algons, აი ეს algoni. ამას შევინახავთ უკვე upper string-ში.
და ბოლოს რა თქმა უნდა დავაკონსოლებთ. ასე გამოვიდა ალგოუნი. აქ რომ თავიდანვე დიდი ასოებით მქონდა მე, რა თქმა უნდა დიდი ასოები რო დიდი ასოებში გადაიყვანო, ნუ იგივე იქნება, ხო? თუმცა ზოგი რო დიდი იყოს და ზოგი პატარა, ასე მაგალითად ალგოუნი, ეს დიდი ასო ისევ დიდი ასო დარჩება, თუმცა პატარა ასოები გადავა დიდ ასოებში. აი ეს. და იგივე მეშვიდე ამოცანაც დაწერეთ პროგრამას ტრიქონის მცირე ასოზე გადასაყვანად. ანუ იგივეს გავაკეთებდი, დავსერჩავდი ეს რაღაცას how to convert string in lower cases in JS როგორ გადავიყვანოთ string-ი დაბალ ასოებზე JavaScript-ში. და იგივე პრინციპით ამოვაგდებდა to lower case ფუნქციას, ან to upper case ხო არის, ანუ თან ძალიან ინტუიტიური სახელია to upper case, ანუ მაღალი case-იო რა, მაღალ case-ში გადამყავს. და მაგის საპირისპირო არის to lower case, ანუ დაბალი case. ანუ ისე შემექნება რა string-ი. მოდი დიდი ასოებით გქონდეს, რომ მე შედეგი დავინახოთ კარგად. lower string შექმნი ახლა მე და დავწერე ეგეთ რაღაცა string წერტილი to lower case. და როცა დავაკონსოლებ ამ შედეგს, გამოვა იგივე string-ი, იგივე ასოებით, უბრალოდ ქვედა რეგისტრში, ანუ პატარა ასოებით ჩაწერილი. და ეს MD-ი ძალიან კაი რაღაცა, აი თუ მინდა რომ გავიგო როგორ მუშაობს to lower case ფუნქცია, მაგალითად შევწერე to lower case და ბოლოში მივაწერე MDN-ს. ანუ ვეუბნები to lower case მაინტერესებს როგორ მუშაობს MDN სტატიაში რო ეწეროს. დავაწვევი, ნახავ აქ რაღაც წარწერას, რაღაცა მაგალითი არის აქვე, ქვევით რაღაც სინტაქსი, ახსნა გამარტება და ასე შემდეგ. ძალიან კაი დოკუმენტაცია არის ეს MDN-ი და სხვა შორის რესურსებში მაგალითად რთული. აი მაგალითად კვირა 1-ის რესურსებში აქ მიწერია საბჭოთა კოდი რაღაც რამდენიმე ონლაინ კომპილატორია, ონლაინ პლატფორმა და სამოვიზოთ ინფორმაცია MDN და W3-ის ქული. W3-ის ქულის მსგავსი პლატფორმა არის ძალიან ბევრი რაღაცის მოძებნა შეიძლება, მაგრამ აი JavaScript-ზე რო გადავიდეთ აქ. JavaScript-ი მაინტერესებს. აქ რაღაც პატარ-პატარა გაკვეთილები. Introduction where to რაღაცა, აი მაგალითად ცვლადები მაგალითად. შემიძლია გადავიდეთ try to yourself დავაჭირო და ვნახო როგორ მუშაობს. გავუშვებ და აქ წერია პასუხები. ანუ კაი რესურსები ესენი და ძალიან კარგი სკილი ან უნარი არის ის, როდესაც არის რაღაც მასალა და თქვენ გინდათ გარკვევა. და ეს ლექციები და დავალებები ეგრე სპეციალურად მაქვს დალაგებული, რომ რაღაც როცა არიცით, მაინც მაქვს დავალებები შესმული, იმიტომ რომ თქვენ გაარჩიოთ. მაგას კი ავხსნი მე ხუთშევაც მაინც საბოლოო ჯამში, მაგრამ მანამდე მინდა რომ თქვენთაც იწვალოთ, იმიტომ რომ ეგ წვალება უფრო ღირებულია, ვიდრე უბრალოდ რომ მომისმენთ მე და იგივეს გადაიტანთ თქვენს სამუშაო გარემოში. Okay. ნუ დღევანდელი სემინარი ეს იყო. არც რთული კვირა გქონდა, მე თუ მკითხავთ. და მეთანხმებით, რაღაცები იყო რთული, უმეტესობა მარტივი, მაგრამ ნენელა უფრო და უფრო გართულდება. უფრო მეტი რესურსი ჩადება მოგვიწევს ლექციებზე და სემინარებზე, თქვენც მოგიწევთ საკუთარ თავში, ამიტომ თავარია რომ არ შეუშინდეთ მაგ სირთულეებს. სირთულეები სულ იქნება. თუნდაც 5-10 წელი იყო ტრანსფერში, მაინც გექნება სულ სირთულეები, მაგრამ ეგ ხდის უბრალოდ ამ სფეროს საინტერესოს. იმიტომ რომ ყოველ დღე გიწევთ სრულად ახალის კეთება. მე მაგიტომ მიყვარს ეს სფერო ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის, რომ ყოველ დღე რაღაც ახალს ვაკეთებ. ანუ ყოველ დღე ერთი იგივეს კეთება არ გიწევთ არასდროს. ეგ ძალიან კაია. კარგით. დღევანდელი სემინარი სულ ეს იყო. მოკლედ გამოგვივიდა, იმიტომ რომ პირველი კვირა არის მაინც და ბევრი მასალა არ იყო ასახსნელი. ახლა ჩანს გამოვთავ და გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე.